გიორგი წულაია შემოგვერდება ახლა პარტია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, რომელიც როგორც გითხარით, ცოტა ხნის წინ გამოვიდა საკნიდან, თან ბაკურიანი, ხო? არა, ბაკურიანში იყავით, გიორგი, თქვენც ირაკლი იყო, თქვენც კი, ბაკურიანში იყო. მე და ირაკლი ერთი ზოლატორში ვიყავით. დიახ. თანამისაკნეებიც. დიახ, თანამისაკნეები ვიყავით. კი ბატონო, კარგით. პირველ რიგში გილოცავთ საომშვიდობისა გათავისუფლებას და ყველა მისი აღწერა, ვინ ჩვენს ეთერში იყო, საკნები თუ ეს თვითონ აქტი პირდაპირ ციხეში საკუთარი ფეხით წასვლის, ფაქტობრივად რომ მე მგონი რაღაცა პირიქით საზოგადოების ის ნაწილი გულდაწყვეტილია, ვინც რუსთაველზე დგას და ჯერჯერობით არ დაუკავიეთ. მოკლედ თქვენი ისტორია რომ მოგვიყვეთ თუ შეიძლება. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებლებს, მადლობა ასევე შესაძლებლობისთვის. პირველ რიგში მინდა რომ ჩემი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადო ყველა პოლიტპატიმარს, მალე თავისუფლებას და გამძლეობას უსურებ. ვჭირდებიან ბრძოლაში, ჩვენ გვერდით და იმედი მაქვს, რომ მალე ერთად ვიბრძოლებთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, რაც შეეხება ჩემს დაკავებას. 22-ში დამაკავეს დაახლოებით პირველ სვაგდაოც წუთისე სადგურის მოედანზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მოვიდნენ, პირადობა მთხოვეს, მივეცი და ამის შემდეგ ტელეფონი მივხვდი რასაც იყო საქმე, ტელეფონი ამოვიღე და უცებ წამართვა და შემდეგ უკვე სასამართლო ჩამინიშნეს და 8 დღიანი პატიმრობა მომისაჯეს და გადამიყვანეს ბაკურიანის დროებით მითოსებით იზოლატორში. არ იყო უფრო ახლოს ადგილები ალბათ ასე. ალბათ არ იყო, ხო და გადაგვიყვანეს 5 ადამიანი. ბაკურიანში იქ მოვიხადეთ ამდენივე, ჩვენ 8 დღიანი ვქონდა. მათ შორის ვაჟა გაფრედაშვილი ექიმიც ჩვენთან ერთად იყო, ბოლოს მოიყვანეს და გუშინ გავიდა. პირობები როგორი გქონდათ? მე მესმის რომ ეხლა ნებისმიერ შემთხვევაში გაძლებადია 8 დღე, 5 დღე, 10 დღე შესაძლოა ასეც აღიქვამდეს ახლა ცოტა კრიტიკულად მოფიქრალი ადამიანი, რა უჭირს 10 დღე ადამიანი წავიდა ციხეში თუ 8 დღე, მაგრამ ეს რაღაცა აქტია თავგანწირვის, რომელსაც როცა უკვე იაზრებ და შედიხარ საკანში, ალბათ რაღაც დამატებით ემოციებსაც გიჩენს, ხომ? უნდა გადაგედგა თუ არა ეს ნაბიჯი, რა მიიღე ამ ნაბიჯით, რა შედეგი დადგა ერთი კონკრეტული ადამიანის, მაგალითად თქვენი თავგანწირვით, ხომ? თუ შეგიძლიათ რომ აი ამ ემოციურ ნაწილზეც მითხრათ. დიახ. მინდა გითხრათ, რომ დღეს უფრო მხნედ შემართებით და ძოლის განწყობაზე ვარ, ვიდრე ჩემს დაკავებამდე ვიყავი. არ არსებობს რომ თავისუფლების მოყვარე, ქვეყნის სიყვარულისთვის მებრძოლი, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლი და ღირსეული ადამიანები შეაშინოს დაკავებამ. ქართული ოცნების მიერ განხორციელებული ყოველდღიური რეპრესიები, პოლიტიკური დევნა და წნეხი ჩვენთვის არის ძალიან მარტივად გადალახული, იმიტომ რომ ჩვენ არ გვეშინია, ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ და ჩვენ არც გვაქვს უმისუფლება, რომ დავნებდეთ პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი დევს სასწორზე, იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ვიცხოვროთ უკეთეს საქართველოში და ჩვენ მომავალ თაობას შეგვეძლოს, რომ ჩავხედოთ თვალებში და ჩვენი ბრძოლა, რომელიც უნდა ვიბრძოლოთ, ვიბრძვით და მეორე ისო ის ადამიანები, რომლებსაც სლობით აქვთ მისჯილი, არიან ჩვენს იმედზე, ჩვენ შემოყურებენ და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ჩვენ ახლა გავჩერდეთ, დავნებდეთ და ამ რუსკოცებს დავუთმოთ ჩვენი ქვეყანა, რომლებიც ჩვენ თუ დავნებდებით, მე მჯერა, რომ ძალიან მალე საბოლოოდ ჩამოვშორდებით ცივილიზებულ სამყაროს და საბოლოოდ გავხდებით რუსეთის ნაწილი. აი შემართებას ახსენებთ თქვენ რომ უფრო მეტად შემართული ხართ ახლა ვიდრე იყავით დაკავებამდე. რა განაპირობებს აი ამ შემართებას? რა ტიპის იმედებით საზრდოობთ? მე ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ ფონი რთულია და არის საზოგადოების ნაწილი განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ, რომელიც უფრო იმედგაცრუებულია, შეიძლება არ ითქვას, მაგრამ უფრო ფრთაჩამოყრილია, ასე ვთქვათ, ვინაიდან რაღაცა დღე, რომელზეც იყო გარკვეული ძალების მხრიდან, მათ შორის თქვენი პარტიის გარკვეული ლიდერების მხრიდან იმედები, ეს არ შედგა, ხომ? მშვიდობიანი ეგრეთ წოდებული დამხობა, ანუ რეჟიმის ცვლილება არ გამოვიდა. ამან გამოიწვია რაღაცა ტიპის დემორალიზაცია, თქვენ რა გაძლევთ იმედებს, როდესაც ამბობთ, რომ შემართება არ გაკლიათ? კი 4 ოქტომბერი ძიმე დღე იყო ჩვენთვის, ბევრი ჩავარდა ნიჰილიზმში, არ იყო ის რაც უნდა მომხდარიყო, თუმცა ერთი ვიცი მე და ვიცი ჩემი მეგობრების ამბავიც, ყველას ამბავ რომთანაც მე ყოველდღიური შეხება მაქვს, რომ არ გვაქვს ნიჰილიზმში ყოფნის დრო. გასაგებია ფსიქოლოგიური ამბავია, გასაგებია მძიმეა, მაგრამ ახლა გვჭირდება რომ ყოფილიყოთ გამბედავები, გვჭირდება რომ გავუძლოთ, ვიყოთ ერთიანები და ესე ერთიანად შევუტიოთ
იმ წინააღმდეგობას, რომელსაც ქართული ოცნება ჩვენ ყოველდღიურად ვიპირისპირდება. თქვენ ფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა ოპოზიცია თქვენ პარტიას წარმოადგენთ, ამიტომ გეკითხებით, არ არის მის საუკეთესო ფორმაში, მეტიც ხვალთუზე შესაძლოა თქვენი პოლიტიკური პარტია აიკრძალოს, რომ უნდა შეუშალოს ამას ხელი. საკონსტიტუციო სასამართლო დაკომპლექტებულია ისეთი ხალხით, რომლებიც წინააღმდეგობას სავარაუდოდ არ გაუწევენ ქართული ოცნების და ივანიშვილის სურვილს, ხომ? აი ამ ფონზე რა იძლევა იმის პერსპექტივაში თქვენს რაღაცა ხედვას რა აღალიბებს, რომ შეიძლება მაინც გაძლიერებული გამოხვიდეთ აი ამ პრინციპში რთული მდგომარეობიდან თქვენი პარტიისთვის. პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ლაქიებმა ამ ქვეყანაში გააქრეს პოლიტიკური ცხოვრება, გააქრეს დემოკრატიის ყველა ნიშანწყალი, ამიტომ ამ მოცემულობაში პარტიული იქნებით თუ არაპარტიული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის რომ ყველანი გავერთიანდეთ და არ აქვს მნიშვნელობა პარტიების წარმომადგენლები იქნებიან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები თუ ასე შემდეგ. მთავარი ქოლგის ქვეშ საქართველოს ქვეშ უნდა გავერთიანდეთ და ჩვენი იდეა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს საქართველოს დახსნა ბოროტებისგან და ამას არც პოლიტიკური პარტია ჭირდება, არც პოლიტიკური ნომერი და არც რაიმე პარტიული ამბები. მთავარი არის ჩვენი ერთიანობა, რისთვისაც ყველაზე მეტად ეშინია ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს და მე მაძლევს იმის უფლებას რომ ვისაუბრო ამდენი მცდელობის მიუხედავად, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს საბოლოოდ ჩაახშოს ამ ქვეყანაში პროტესტის ხმა, ქართველი ხალხი უდრეკად დგას, არ ეშინია და იბრძვის საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად. და ბოლოს გიორგი, აი ამ პროცესში რა როლი აქვს რუსთაველის გამზირს, მის ყოველდღიურ გადაკეტვას თქვენ ამ ბრალდებით იყავით საკანში და მას შემდეგ ყოველდღე იკეტება მაინც რუსთაველი. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? სწორედ ეს არის საზოგადოების პასუხი ამ რეპრესიებზე და გაზრდილ პოლიტიკურ დენაზე, რომ ქართულ ხალხს არ ეშინია, ქართველი ხალხი დგას მყარად და იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის. ეს არის ქართული ხალხის პასუხი და ჯერა რომ ძალიან მალე ერთ მუშტად დავამარცხებთ ამ ბოროტებას, ამ რუსკოცებს და მალე გავხდებით ცივილიზებული ევროპული დასავლური ოჯახის ნაწილი.